პირბასო მეგობრებო, ქართული ესტრადის ოქროს თაობას სამწუხაროდ კიდევ ერთი დიდებული წარმომადგენელი გამოვაკლდა. სულ ახლახანს წავიდა ჩვენგან შესანიშნავი მომღერალი და მუსიკოსი. ყველასათვის საყვარელი პიროვნება ბატონი გენო ნადირაშვილი. ბატონი გენო ბრძანდებოდა ლეგენდარული ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლის ორერას გამორჩეული წევრი, რომელმაც თავისი შემოქმედებით უდიდესი წვლილი შეიტანა ამ სახელოვანი ანსამბლის წარმატებაში. იგი გახდა ჩინებული ვოკალისტი, პროფესიონალურად უკრავდა კონტრაბასზე, საყვირზე. ცალკე აღსანიშნავია მისი ორგანიზატორული ნიჭი. მრავალი წლის განმავლობაში ბატონი გენო ბრძანდებოდა ორერას სამხატვრო ხელმძღვანელი. ანსამბლის ერთ-ერთ ვეტერანთან, ბატონ თემურ დავითაიასთან ერთად მან შემოიკრიბა ახალგაზრდა ნიჭიერი შემსრულებლები და მათთან ერთად წარმატებით აგრძელებდა საკონცერტო საქმიანობას, როგორც ჩვენში, ისე საზღვარგარეთ. ვისაც ერთხელ მაინც უნახავს ბატონი გენოს სცენაზე და მოусმენია მისთვის, ჯერა არასოდეს დაავიწყდება ეს ამაგდარი ხელოვანი და გულმართალი პიროვნება. ახლა ნება მიბოძეთ შემოგთავაზოთ ფრაგმენტი ჩვენი შოუს გადაცემიდან, სადაც ჩვენი სტუმარი ბრძანდებოდა ბატონი გენო ნადირაშვილი და ანსამბლი ორერა. ბატონო გენო, ბატონ თემური, ჩვენ მეგობრებო, ძალიან დიდი სიხარული და პატივია ჩემთვის, რომ დღეს მაქვს საშუალება გიმასპინძლოთ ჩვენ შოუში. ჩვენთვისაც. მთელი თაობებია აღზრდილი თქვენს შემოქმედებაზე და აი მათ შორის მეც დახრბად ვარ დარწმუნებული, რომ არა თქვენი მუსიკა, რომ არა თქვენი სიმღერები, ზოგადად ფენომენი ანსამბლ ორერასი ძალიან ბევრი რამ დააკლებოდა ქართულ ხელოვნებას და თქვენ წლების მანძილზე იყავით ფლაგმანი როგორც ჩვენში, ისე უცხოეთში და არ შემიძლია აი ამ საამაყოდ განვლილი წლებისთვის ძალიან დიდი მადლობა არ გითხრათ, ჩემი და დარწმუნებული ვარ მთელი ჩემი საზოგადოების სახელით. ეხლა შეიძლება ბევრმა არ იცოდეს და განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობას ბატონ თემურ ვეტყვი რომ თქვენ ხართ რეკორდსმენები ბევრი მიმართულებით, მათ შორის გრამ ფირფიტების დღევანდელი ენით რო ვთქვათ ვინილის დისკების გაყიდვის რაოდენობით. თუ არ ვთქვი 300 მილიონი დისკია გაყიდული, ხო? კი. წარმოიდგინეთ 300 მილიონი ერთი კაპიკი რო იქიდან შეგვეძლოთ მილიონერები იქნებოდით ყველა. ფინავები უნდა მეყიდა, მაგრამ მაშინ პატარა ისინი. ჩვენს მერე ლედ ცეპელინერები გახდნენ რეკორდსმენები. აი საოცარი რიცხვია, მართლა და თქვენ წინვალეთ ასრულებდით და დღესაც ასრულებთ ქართულ კომპოზიტორთა რეპერტუარს, მაგრამ იმავდროულად თქვენ იყავით ერთ-ერთი პირველები იმ ნიშნის და რასაც ქვია უცხოური ჰიტების გაჟღერება. დღეს მარტივია, იმიტომ რომ აგერ არის YouTube, აგერ არის Spotify, მოიძიება და მაშინ როგორ ხდებოდა ამ უცხოენოვანი სიმღერების შერჩევა? აი მაგალითად, ჩემი სიმღერები ჩამოვიტანეთ მონრეალში იყო Expo 67 და იქ პირველად გავიგე Strangers in the Night, Frank Sinatra სიმღერა, Egat My Weight და კიდევ ძალიან ბევრი სიმღერები და რო ჩამოვიტანეთ აქა რობერტი მითხრა უნდა შეასრულო. ხოდა ბიჭებმა სიამოვნებით აიტაცეს ეს ამბავი და შევასრულე რა 5 სიმღერა Frankis ინგლისურად და სხვათა შორის მაშინ იყო საბჭოთა კავშირის კულტურის მინისტრი ქალბატონი ეკატერინა ფურცევა. დიახ. ხოდა ბიჭებს დამთავრებული აქვთ უცხო ენებიო და მარტო ამათ აქვთ უფლება რომ უცხო ენაზე იმღერონ. ვისმეს რომ ამოიღო. ვიზა მოგცათ პირადად, ხო? რაიჭერია. თქვენი მრავალრიცხოვანი გასტროლებიდან რას გაიხსენებდით? ჩემთვის ყველაზე შთამბეჭდავი იყო ინგლისში გამოსვლა ლონდონში Palladium შოუში, რომელსაც 40 მილიონი მაყურებელი ყავს და ამ შოუში ჩვენ ვიღერეთ 3 სიმღერა, ქართული სიმღერა და 2 იტალიური სიმღერა, გვიკრავდა 40 კაციანი ორკესტრი უკან. ჩვენ გამოსვლა რომ დამთავრდა საგრიმიოროში რომ შემოვედით, ტელეფონი ზარი გაისმა და სურაბიაშვილი ჩვენი ინგლისურის მცოდნე სპეციალისტი აიღო ყურმილი და ბიჭოს დაიდახა ქართულად და ყველამ შევხედე რა ხდება და ელაპარაკა 1-2-3 წუთი და მერე დაემშვიდობა. რეკავდაო ბითელზების იმპრესარიო ბრაიან ეპშტეინი. ბრაიან ეპშტეინი, ლეგენდა. ეხლა ბიჭებმა უყურეს ოფლიო შოუ ბიზნესის. ამ გადაცემასო და ძალიან დიდი სურვილი აქვთო თქვენთან შევხვდრესო და გაცნობისო. სურიკო მუთხრა რომ ჩვენი ვიზა ხანმოკლე არისო და ამისთვის სალჩოში უნდა წავიდეთ და იქ გავარკვიოთ ამის ამბავიო.
ეგეთი სიტუაცია იყო. ბიტლზები იმ პერიოდში იყო უარყოფი და ჩვენთან აღებული, აკრიტიკებდნენ და რაღაც ცუდ რაღაცებს წერდნენ. ხო და არა და რა საინტერესო შეხვედრა იქნებოდა და შემოქმედებედად იქნებოდა მართლა ჩვენ მოგვიწია განუმეორებელი მოვლენა. ველოდებოდით, მაგრამ პირველი რაც გითხრეს, რომ რას ერჩიანო, რა ქვია, ბიტლზებსო 30% შემოსავლისო პროფკავშირებს ურეცხავსო, მუშებს და ღარიბებს ის მეტი სოლიდარობა რა გინდოდა, ხო? თქვენთან რატო დამძღავენო რა? თუ არ მოწონთო მუსიკა, ნუ მოусმენენო და მოკლედ რომ მივედით საკონსულოში, იქ დივანი, იმამ გითხარი, ძით რა ბიჭებო, იდეოლოგიურად და პოლიტიკურადო ამ მომენტში არ ერეო დადებითიო, აი ბიტლზების მიმართო. აუცილებლად პასუხს მომთხოვენო და ნუ ესე ჩააგდო ერთი ჩინოვნიკის ხუშტურმა და გადაწყვეტილება ასეთი შეხვედრა. დაურეკა ზურიკოს და უთხარო თუ 24 საათში არ გავიდეთ ინგლისიდანო ვიზა გავგიფუშტებაო და ასე არ შედგა ჩვენი შეხვედრა. ხო და სხვათა შორის ამერიკული ბილბორდი კრიტიკული ჟურნალი ჩვენზე წერდა ძალიან კარგი დადებითი სტატია დაწერა და მაგალითად მოგვიყვანა სინთეზი ფოლკლორისა და თანამედროვე საესტრადო მუსიკის ჟანრის და აი ჟღერადობაზე კიდე გამახვილ ამ პოლიფონიაზე და სამწუხაროა რომ დღესო მათი ეს სტილი ვერანუ ვერ გაიმეორაო და დასავლეთში თუ იყო ბიტლზები აღმოსავლეთში მეფობდაო ქართული ანსამბლი ორერაო. აი, ამ ხელა შეფასება გიყურებობრე. მე მინდა აი ბიჭებს მადლობა გადაუხადო, ვინც დღეს არ არიან ჩვენთან. გაიხარეთ. ეს არაჩვეულებრივი უნიჭიერესი ხალხი იყო. მადლობა იმათ. ისინი არ ყოფილიყო. დღემდე ჩვენ ვერ მომოვიდა. რა თქმა უნდა, თქვენ ბატონი ზურაიაშვილი ახსენეთ და ვახსენოთ პირველ რიგში რა თქმა უნდა. ბატონი რობერტ ბარძიმაშვილი, უბა გიკაბიძე. ყოველ წუთში გვაქვს. იმა მეღვინეთ უხუცესი და აი ეს დიდებული შემადგენლობა, რომელიც თქვენთან ერთად ამ საოცარ წლებს ასაგრავდა და განაპირობებდა. ფენომენალური მოვლენა იყო ყველანაირი გადაჭარბების გარეშე. სამი ხან შემორჩით მე გენო და ნანი. ერთმა დიდხანს გამყოფოთ. ფენო ბატონო გიორგის ციკლაუს გადავეცი ჩემი უფლებები. აღარა ვარ ანსამბლის ხელმძღვანელი, ეხლა არის გიორგი ციკლაური და ეხლა ახალგაზრდები, აი დათო მაღლაკელიძე ჩვენი და ჩვენი ზურა მირზიაშვილი, არაჩვეულებრივი ბიჭები, ვენაცვალე რა და აგზელებენ ესენი ჩვენ საქართველოს. იმედია ტრადიცია დაუძლებელია. დარწმუნებული ვარ, რომ ღირსეულად გააგრძელებენ. მოდით გადავიდეთ უკვე სასიმღერო ნაწილზე და შევასრულოთ პოპური სიმღერებისა, რომელიც ავტორი გახდა დაუვიწყარი ბატონი გოგი ცაბაძე. გთხოვთ ჩვენი შოუს სცენაზე. Kucha luble Carite tratventas Ego baro amgos tu engauge Eras gauge veneta Vai vela khedamaze Roza shenuleke Warum sheni davadevis degeiko Armi migemneta Why velar khedamzes Roza shenuleke Warum sheni afsarevis degeiko Armo migemneta Movia eshorizemi sadar matzinda Vezebeda vezat bove nesquam tazmida Vezebeda vezat bove nesquam tazmida Rolok shorne vidvitas momenateri Sushi mudam shlialebe Sheni jadrebi
ჯადრები Kudim khura Tetsarukhri aravi Artsarami suvemonebi Artsubatono paravi Artsaravi suvemonebi Artsubatono paravi Uzal kharjav tu makshemi Arumari aravi Aramaksra gasatsevi Arsesappo maravi Aramaksra gasatsevi Arsesappo maravi Tsotsali var tsotsali Shemit mobit vizrevi Mogolები და ფერფლა გადაგეღარები ცოცხალი ვარ ცოცხალი შენი თქმით ვიწვევი mogolები და ფერფლა გადაგეღარები Sulara mindara